ახალი წლის დადგომამდე 4 საათით ადრე რუსაველის გამზირზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები, რომლებსაც თვეზე მეტია ეს გამზირი, არც დაუტოვებიათ, ანუ მომიტინგეები, რომლებიც სწორედ აქ აპროტესტებენ ქართული ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმს, ამ რეჟიმის მიერ საგარეო კურსის ცვლილებას და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, აპროტესტებენ რეჟიმის ძალადობრივ პოლიტიკას, ანუ მისი მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე სასტიკ ანგარიშს სწორებას. ეს ადამიანები ახალ წელსაც სწორედ რუსაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეხვდებიან და მეტიც ისინი აქ დარჩენას აპირებენ არათუ მხოლოდ მომდევნო საათების განმავლობაში, არამედ რუსაველის გამზირს როგორც არ დატოვებენ იმ დრომდე, ვიდრე მიაღწევენ მიზანს, ანუ მოიპოვებენ ახალ არჩევნებს და ახალი არჩევნების გზით მოახერხებენ ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დაბრუნებას. სწორედ ასეთი გამარჯვების შემთხვევაში და ასეთი გამარჯვების შემდეგ იქნება ნამდვილი ზეიმის რუსაველის გამზირზე, მანამდე კი როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, ნებისმიერი შეკრება არის საპროტესტო შინაარსის და მათ შორის დღევანდელი შეკრებაც მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე საათში არის ახალი წელი, არის საპროტესტო შინაარსი და მიზნად, როგორც უკვე გითხარით, ისახავს სწორედ ქართული ოცნების ძალადობრივი პოლიტიკის გაპროტესტებას. ადგილზე უკვე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები, აქ ჩვენ ხედავთ ასევე საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად უპირისპირდებიან ქართული ოცნების ძალადობრივ პოლიტიკას და როგორც უკვე აღინიშნა რეჟიმის მიერ საგარეო კურსის ცვლილებას, მათ შორის არის დათა ჩაჩუაც ჩემს გვერდით, რომელსაც მინდა რომ კითხვა დავუსვა იმაზე, თუ როგორ შეიძლება დარჩეს ისტორიას 2024 წელი. ჩვენ ნახეთ ქართული ოცნების რეჟიმის მცდელობა, დაესამარებინა ქართველი ხალხის ოცნებები 2024 წელს, თუმცა ნახეთ ქართველი ხალხის ბრძოლას. რა იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 2024 წელს და რას ელოდებით უკვე მომდევნო წლისგან, სწორედ ქართველი ხალხისგან, რომელმაც ასევე უნდა გააგრძელოს აქტიურობა მომდევნო წელსაც. პირველ რიგში ყოველ წამს და ყოველ დღე ჩვენ აქ თანამედროვე ისტორიას ვწერთ, რომელიც იქნება დაუვიწყარი, რომელსაც 50 ან 60 წლის მერე სკოლებში აუცილებლად ისწავლიან ბავშვები და ძალიან დიდი სიამაყით რა და ეს ახალი წელიც იქნება დაუვიწყარი, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ახალი წელი, ეს იქნება ერთგვარი დემონსტრაცია, სადაც ჩვენ ისევ აქ რუსთაველის გამზირზე შევხვდებით ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ესე მშვიდად წყნარად ჩემი აზრით ვერავინ ვერ შეხვდება ახალ წელს, როდესაც ამდენი რეჟიმის პატიმარი და უკანონო დაკავებული ყავს და როდესაც ჩვენ ვითხოვთ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ჯერჯერობით არ ინიშნება. სანამ ეს ყველაფერი არ ხდება, ჩვენ ისევ და ისევ ვაგრძელებთ აქ დგომას. და ხო, ეს იქნება დაუვიწყარი დღესასწაული, ასე ვთქვათ და მეგობრებო, გელოდებით, ვიკრიბებით უკვე ნელ-ნელა და ხო, ერთად შევხვდეთ ახალ წელს 2025 წელს. მადლობა. დავუსვამ კითხვას ილო ბეროშვილსაც, რომელიც უკვე მოვიდა რუსაველის გამზირზე. ვხედავთ, რომ მოქალაქეები იკრიბებიან, მიუხედავად იმისა, რომ არის ახალი წელი. ანუ ჩვენ ნახეთ, რომ რეჟიმის სისასტიკემ ვერ შეაჩერა ეს ბრძოლა და ალბათ არ არის გასაკვირი, რომ ერთ დღესასწაული გახდა მიზეზი, რაც ადამიანებს დღეს სახლში დარჩენის გადაწყვეტილებას მიაღებინებდა. რას ელოდებით მომავალი წლისგან? ჩვენ ნახეთ 2024 წელს რეჟიმის მცდელობა რა იყო, მაგრამ ისიც ნახეთ, როგორ უპასუხეს მოქალაქეებმა. რა იყო მთავარი თქვენთვის 2024 წელს და მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით? მოგესალმებით ყველას, გილოცავ დამდეგ ახალ წელს, მივესალმებ სრულიად საქართველოს და რაც შეეხება 2024 წელს, ძალიან რთულია ამაზე შეიძლება დიდხანს საუბარი, მაგრამ ამ ფორმატში შემიძლია მხოლოდ ის თქვა, რომ ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე სხვადასხვა სტუდიებში, გარეთ, აქციაზე და ასე შემდეგ, თუ რამდენად რთული წელიწადი იყო. ეხლა როგორ უნდა იყო ბოლომდე კარგად, როცა იცი რომ შენი მეგობრები, შენი თანამებრძოლები დღეს არიან ციხეში, იყო წამების ფაქტები, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმისათვის რომ ბრძოლა გაგრძელდეს, მაინც გინდა შინაგანად ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენში იყოს იმედი და ასევე შენ იყო მედგრად და ამის შეხამება რომ თან შენ არ განადგურდე, არ დაიჭრხუნო იმითი რაც ხდება, გეყოს შინაგანი ძალა რომ გააგრძელო ბრძოლა, ამის გაძლება არის ძალიან რთული, მაგრამ ჩვენ ამას ვახერხებთ. ბევრი ამბობდა რომ ახალი წლებისთვის უკვე დაშლილი იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ ესე არ არის და მე იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ახალი წლის მერეც, მიუხედავად იმისა რომ ქართველებს ალბათ ყველაზე გრძელი ახალი წლები გვაქვს, მე მაინც დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით, არ მივატოვებთ ჩვენ თანამებრძოლეებს, რომლებიც არიან ახლა ციხეში უკანონოდ. სოლიდარობა მათ ყველანი ძალიან მიყვარხარ, ჩემი ძალიან ახლო მეგობრებიც არიან იქ, რეზო კიკნაძე, ოკმელა, ჩემი მეგობარი და კიდევ უამრავი ადამიანი რა მოთხოვს. ხო და მართალს ვამბობთ, როცა ვამბობთ რომ რთულია იყო ბოლომდე, კარგად როცა იცი რომ შენი თანამეგობრები იქ არიან და კიდევ ერთხელ ამ პროცესებთან კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები დაგვანახა. 2024 წელს აი ამ პროტესტის ფონზე მე თამამად შემიძლია ვთქვა, აი
იმ ინტერვიუში შაიშმელაშვილთან ის ცნობილი ინტერვიუ მან იყო როცა ის ამბობდა რომ რაზე მელაპარაკებით თუ გავდივარო და აქციაზე ახალგაზრდები მიხეილ ჯავახიშვილის ციტატებით მესაუბრებიანო და ვინც აქ არის ხედავს რა თაობა მოდის ძალიან დიდი მადლობა ყველა დედას ვინც აი ესეთი ბავშვები გაზარდა და თავის ნახეთ რომ მართლა ბრძოლამ ხო ამ ადამიანების ბრძოლამ მათ შორის იმ ადამიანების ბრძოლამ ვინც ახლა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია არის ფიზიკური დაზიანებებით თუ იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში გამოიღო შედეგი ხო ჩვენ ნახეთ რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი შეერთებულმა შტატებმა ფინანსურად დაასანქცია რაც მილიარდერი ოლიგარქისთვის უნდა იყოს განსაკუთრებით მტკივნეული და ალბათ წინ არის ამ პროცესის გაგრძელება ამას გვიანონსებენ კიდე ჩვენი პარტნიორები სხვადასხვა ქვეყნიდან მათ შორის შეერთებული შტატებიდან ამდენად უფრო მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ თუ არა რომ ეს პროტესტი არ შეწყდეს და თუ ხედავთ იმის რესურსს რომ მოქალაქეები მზად არიან ბოლომდე მიყვნენ ამ პროცესს ხო თვითონ თავად ეხა ძალიან მე მოქალაქეებში და ზოგადად ყველაზე მეტად მე აღფრთოვანებული ვარ საქართველოს მოსახლეობით ხალხზე მაგსაუბრა ამ ხალხმა ჩვენ ყველამ ერთად ვანახეთ გაუტეხლობა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და საბოლოო ჯამში როგორ ბანალურადაც არ უნდა ეჩვენებოდეს ბევრს ხალხი ბრძენია მართლა ეგრე ადამიანები შინაგანად ემოციური ინტელექტით ინტუიტიურად ანალიზით ინტელექტით ძალიან კარგად ხვდებიან რამდენად მნიშვნელოვან ისტორიულ პერიოდს გავდივართ ეხლა და ამ ისტორიულ პერიოდში რამდენადაც ემოციებია ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ემოციები გვხდის ადამიანებად ჩვენ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ სინერგია მოხდეს ჩვენს რაციონალურ აზროვნებასა და ემოციებს შორის და მე ყველაზე მეტად აი ეს აქციებს რატომაც ვაფასებ არის ის რომ სწორედ ეს ორი კომპონენტი ხშირად ერთიანდება ხოლმე ამას სჭირდება დრო ნახავთ ყველაფერს დრო გვანახებს თავარი არის რომ უბრალოდ ხალხი ვინც აქ არის მოსული თითოეულ ადამიანს როდესაც კითხავ რატო ხარ აქ ის თავიდან ბოლომდე 1 საათი შეუძლია დაგიჟდეს და აგიხსნას არგუმენტირებულად თუ რატოა ეს არ არის როგორც თვითონ ამბობენ რაღაცა 3000 ხროვა გამოაგდეს და აქტივისტები ნუ ყველა ხვდებით რომ ეხა ეს არ არის ეგრე როგორც არის თუ გინდა რომ დაინახო უნდა მოხვიდი აქ გაესაუბრო ადამიანებს ძალიან ჭრელი საზოგადოება ვართ მე თუ მკითხავ ნამდვილი ევროპული საზოგადოება ვართ იმიტომ რომ ევროპაშიც ეგრე არის დიდი სიჭრელი ხო მათ შორის ეთნიკური რელიგიური მსოფლმხედველური და ასე შემდეგ და აი ის რომ ასეთი ჭრელი საზოგადოება ახერხებს კონსოლიდაციას ერთად გომას მიზნისთვის ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ბოლოს კიდევ ვიტყვი რომ ჩვენ არ ვიბრძვით იმისთვის რომ ვინც აქციაზეა იმისთვის იყოს ეს ქვეყანა მომავალში დალაგებული ჩვენ ვიბრძვით ყველასთვის მათ შორის აი ამ ადამიანებისთვისაც რომლებიც აი პოლიციელები არიან მე მივედი მათაც მიულოცე და ჩემთვის მიუხედავად იმისა რომ ძალიან გულნათკენი ვარ სტრუქტურებზე მე მჯერა რომ იქ მუშაობენ ბევრი ისეთი ადამიანი რომელიც მართლა პატრიოტია და ყველა სრულიად საქართველოს გილოცავთ ახალ წელს და სრულიად საქართველოს ყველას გისურვებთ რომ ეს ქვეყანა დავიბრუნოთ დავაყენოთ დემოკრატიულ რელსებზე და ვიბრძოლოთ განვითარებისათვის მადლობა გილოცავთ მადლობა ილობეროშვილს უსმედით და როგორც ილობეროშვილმა ისაუბრა ამ პროტესტს არ ჩაუვლია ცხადია მარტივად საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული სისასტიკით უპასუხა მოქალაქეების მშვიდობიან პროტესტს და ჩვენ სახეზე გვაქვს რომ დაშავებულია მძიმედ არის ნაცემი დასახიჭრებულია ასობით ადამიანი ზოგიერთ შემთხვევაში კი დადასტურებულია წამებაც რაც არის ბუნებრივია განსაკუთრებული სიმძიმის დანაშაული თუმცა ასეთ მწვავედ რეაგირებას ამ პროტესტზე ქართული ოცნება არ მოერიდა და განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ისიც რომ ნაწამებ დაშავებულ ადამიანებს შორის და იმ ადამიანებს შორის რომლებიც უკანონოდ ხვებად აქცია ოცნების რეჟიმმა არიან მათ შორის სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ ამ პროტესტში სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლები მათ შორის ერთ-ერთი მიშა ჩარკვიანი რომელიც ისევ იმყოფება პროტესტზე რა არის თქვენთვის მთავარი რაც ამ პროტესტმა გიჩვენათ და უკვე მომავალში რატომ მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად მისი გაგრძელება და ხედავთ თუ არა რესურსი იმისა რომ მოქალაქეები მზად არიან ბოლომდე მიყვნენ ამ პროცესს და უპასუხონ ოცნების აი ამ არალეგიტიმურ რეჟიმს თავარი რაც მაჩვენა ამ პროტესტმა ეს არის საზოგადოება ადამიანები რომლებიც მიმართულები არიან ურთიერთპატივისცემისკენ და ცდილობენ რომ ის დაპირისპირებები რაც ხელოვნურად გაჩნდა ჩვენ საზოგადოებაში დამარცხონ ჩვენ ვცდილობთ რომ ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვიპოვოთ ჩვენ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ერთად უნდა ვიცხოვროთ შესაბამისად აუცილებელია რომ გამოვძებნოთ გზები და ამ გზების მეშვეობით ერთმანეთს დაუკავშირდეთ ერთმანეთს ვესაუბროთ და ეროვნული კონსოლიდაცია შედგეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მგრძნობელობა იყო დიდი აღმოჩენა ჩემთვის დიდი სოლიდარობა ამ აქციებზე ესე იგი როგორ შეძლო ამ ხალხმა რომ არ დაეტოვებინა უყურადღებოდ არც ერთი საკითხი და არ დაეტოვებინა არავინ მარტო ჩვენი სფერო კი პროტესტია და პროტესტია დიდი ხანია უკვე და ჩვენ შემთხვევაში რეპრესიები ლამის 5 წლის წინ დაიწყო როცა კულტურის მინისტრი დაინიშნა და ამის შემდეგ
შემდეგ აღარ შეწყვეტილა და შესაბამისად კულტურა შესაბამისად რეაგირებს, იმიტომ რომ კულტურა ცოცხალი მექანიზმია და ცოცხალი ორგანიზმია უпростоრად და ის რეაგირებს მის გარემოზე და ჩვენს ირგვლივ გარემო იყო რეპრესიული და შესაბამისად რეაგირებდა კულტურაც და ამან კი გააჩინა ძლიერი პროტესტი. ჩვენში გააჩინა ერთობა, დიდი სოლიდარობა აჩვენა ჩემო სფერომ და ძალიან მადლიერი ვარ მთელი ამ წლის გამო, რომელშიც ჩვენ ერთმანეთი მარტო არ დავტოვეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი სოლიდარობაზე საუბრობდით და ამბობდით რომ ამ პროტესტმა აჩვენა სოლიდარობის განსაკუთრებული უნარი. ეს დღევანდელი შეკრებაც არის თუ არა სწორედ სოლიდარობის გამოხატვა, იმიტომ რომ ახალი წელია, მოსაოდნელია რომ ადამიანებისთვის მარტივი არ არის მიიღონ გადაწყვეტილება და პროტესტს მიუწვდან დღევანდელი დღე, თუმცა ვხედავთ რომ აქ უკვე იკრიბებიან პროტესტის მონაწილეები. ეს არის თუ არა მათ შორის სოლიდარობის გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც რეჟიმის ასტიკად გაუსწორდა და რომლებიც აქცია ასევე უკანონო ტყვეება. ანდრო ჭიჭინაძე მაგალითად ჯერ კიდევ რჩება პატიმრობაში და ის მხოლოდ ერთია მრავალთა შორის. ცხადია, ახალი წელი ოჯახის დღესასწაულია, ხო? ეს არის მთავარი ტრადიცია, რომ ახალ წელს ხვდებით ერთად ოჯახები და ერთმანეთს უოცავთ ახალ წელს და უზიარებთ კეთილსურვილებს. ამ წუთას ჩვენი ოჯახი არის საქართველო, ჩვენ ყველა ერთნი ვართ და ყველა ერთ გასაჭირში ვართ და ყველას ერთი საზრუნავი გვაქვს, ჩვენი სახლის, ჩვენი ოჯახის, ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. შესაბამისად კი დღევანდელი დღე განსხვავებულია თითქოს და თითქოს ის განსხვავდება სხვა ახალი წლებისგან, მაგრამ სინამდვილეში მე ვიტყოდი რომ არა, პირიქით. ეს არის ერთი დიდი ოჯახი, რომელმაც გადაწყვიტა რომ ერთმანეთს ახალი წელი ქუჩაში მიულოცოს და კი სანამ ამდენი ადამიანი არის დაპატრონირებული, ნაწამები, ღირსება შელახული, სამსახურებიდან გათავისუფლებული, ჩვენ არ შეგვიძლია რომ მათ მიმართ არ ვიყოთ სოლიდარულები და ჩვენ როგორც საზოგადოება, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით აი ძალიან საფრად აჩვენებს მზაობას სოლიდარობისთვის, ჩვენ ვერ დავრჩებით სახლში, ჩვენ გარეთ ვართ, დღევანდელი დღეც საპროტესტო ღამეა და ჩვენ ერთად ხვდებით ახალ წელს. მოგიშა ჩარგვიანს უსმენდით. პროტესტის 34 დღეა და როგორც მოისმინეთ აქ მყოფი ადამიანებისგანაც და როგორც დღევანდელი შეკრებაც ამას დაადასტურებს, მოქალაქეების პროტესტი გააჩერა არათუ რეჟიმის მხრიდან, პროტესტი ვერ გააჩერა რეჟიმის მხრიდან ძალადობამ და ბუნებრივია რომ ვერც დღესასწაული იქნება ის მიზეზი, რაც მიაღებინებს ადამიანებს გადაწყვეტილებას დარჩნენ შინ და რეჟიმს მისცენ შესაძლებლობა იმის, რომ განსაკუთრებულ პრობლემად აღარ წარმოადგინოს ის, რასაც თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩადიოდა რუსაველის გამზირზე, როცა აქ მყოფშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებდნენ მის მიერ არჩევნების გაყალბებას და ამის შემდეგ უკვე საგარეო კურსის ცვლილებას უწორდებოდა სასტიკად. დაასახით რა ერთი მათგანი მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ნაწილი უკანონო ტყვეება და აქცია და ჯერ კიდევ მათ საპატიმრო დაწესებულებებში ამყოფებს. სწორედ ამ ყველაფერზე მორიგი რეაგირება დღევანდელი შეკრებაც რუსაველის გამზირზე, რომელსაც რამდენიმე საათში, როგორც გავრცელებულია ინფორმაცია, შემოერთდება საომე ზურაბიშვილიც, ის სწორედ რუსაველის გამზირიდან აპირებს, რომ მიმართოს აქ მყოფ მოქალაქეებს და სავარაუდოდ დღევანდელი შეკრების კულმინაციური მომენტიც სწორედ ეს იქნება. ბუნებრივია რომ ჩვენ რუსაველის გამზირზე ვრჩებით და მოვლენების განვითარების შესაბამისად ისევ დაგიბრუნდებით. გმადლობ, სალომე ლაბაძე იყო პირდაპირ ეთერში, ის გვიყვებოდა იმის შესახებ.